დილა დავიწყეთ ხაჭოს მაჭკატებით და ეხლა შევწვავ, გავამზადებ საუზმეს, გოგოებს ჩავაცმევ და მერე წავალთ დაჯიბებოსთან, რადგან მე მაქვს ქუთაისში რაღაც საქმეები. ესეც ჩვენი მაჭკატები მზად არის, ევეკოს მოუმზადე რძე, გვაქვს არაჟანი, გვაქვს შესქელებული რძე, ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, თაფლი. ხო და იმედია რომელიმესთან ერთად გოგოები მიირთმევენ, მე ყავა მომიმზადე უკვე. და პარალელურად მოვზილე ცომი. ესეთი პატარა ჯამი მაქვს. უფრო დიდი მაქვს საყიდელი. მოვზილე ცომი იმის გამო, რომ საყინულეში აღაიღო. მაცივარში მაქვს ყველი ხაჭაპურისთვის და ხაჭაპურებს დავაცხობ და შევყრი საყინულეში. საოცარი ჩიტების ჭიკჭიკი ისმის გარეთ. საწოლი გავასწორე. გოგოებმა გამოიცვალეს და ოთახსაც ეტყობა ქაოსი, იქ სკამები იმიტომ დგას, რომ დანი არ გადავარდეს. თან ბალიშებით და უფრო დიდ ბალიშს ვდება აქ, რომ არ გადმოვარდეს. და ესეც ჩვენი სიმწვანე ფანჯრიდან. სარეცხი გავფინე. როგორი ჭიკჭიკი ისმის, ნეტა იცოდეთ. არ ვიცი ვიდეოში თუ ისმის. გიждები ამ სიმწვანეზე. სული სიმშვიდე. აგერ ვიჭეკ ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი, ახლა და ქალბატონი მოვიდა, მიყვარხარ დედა და მამა ძალიან. დაუწერია და მამიკოს გადაუგზავნეო. ატო ქენიევე შენ? რატო წასალოს? მოიცა მამიკოს გადაუგზავნი, მოიცა? დავტოვე გოგოები დაჯიბებოსთან. და ეხლა მივდივარ ქუთაისში. ქუთაისში ბადე მინდა ფანჯრისთვის, ანუ პატარა ეგრეთ წოდებული ფორთოჩკა რომ არის, ის სულღიად მაქვს და მინდა ბადე რომ გავაკეთო დავუმაგრო. და კიდე მინდა კარადისთვის, კომოდისთვის, დიდი კომოდისთვის სახელურები. რამოდენიმე სახელური არა აქვს და მთლიანად 10-ვე სახელური რომ გამოუცვალო. კიდე რა მინდა? იმედია გზადაგზა გამახსენდება რა მინდა. გათიშვის მომენტი მაქვს. დედიკოს ქონდა ნორჩი ბარდა, ეხლა გოგოები რომ მივიყვანე, არჩევდა რომ ბარდა გაეკეთებინა და გოგოებმა რომ დაინახეს ეს ნორჩი ბარდა, მე მგონი საჭმელს ვეღარ გააკეთებს დედაჩემი. იმიტომ რომ სულ გოგოებმა შეჭამეს, იმდენად ნორჩი არის. შეახრამუნეს გემრიელად. კრაწაკრუწი გაქონდათ. რაღაცა მე ბაზარში ვუყიდი. თუ წავაწყდი მეც დედაჩემი სადნახა არ ვიცი, სავარაუდოდ ბაზარში იყიდა. ისე მოეწონათ ორივეს. მეთქი აცადეთ გარეცხოს ადამიანმა. გარეცხოც არ აცავია წესიერად. ხრუბლიანი ამიდია რაღაცნაირი. თან კარგი ამინდიროა და თან არა, ესეთი. ხვალ ბაღში გვაქვს ჯგუფებს შორის სპორტული შეჯიბრი. და თეთრი მაისური მაქვს საყიდელია, თეთრი მაისური სადა. და გამახსენდა. ასწავლებლებს უნდა გვეცვას შავი შარლები და თეთრი მაისურები. იქ მაქვს საყიდელი. ქუთაისსა შინა. იმედი მაქვს. ნახეთ როგორ გაბრანჭეს ჩვენი წყალტუბო 26 მაისთან დაკავშირებით. ალამაზია. ჩვენი ქართული დროშები.
ფრიალებს და ვგიჟდები წყალტბოს შემოსასვლელში დიდი საქართველოს დროშა რომ არის დაკიდებული. ძალიან ლამაზია რომ შემოდიხარ და ესე ფრიალებს. აი ფრიალებს ჩვენი საქართველოს დროშა. როგორც იქნა მოვაღწიე სახლამდე, ვაიმე რომელი საათია არ მკითხოთ და ჩემი დილას მოზელილი ცომი დამხვდა გაქცეული და ახლა ვცდილობ როგორმე ხაჭაპურები დავაცხო. ვაიმე კიდე იმდენი საქმე მაქვს და იმედია გათენება არ მომიწევს დღეს, იმიტომ რომ ხვალ სამსახურში მივდივარ. ესეც საყვარელი ხაჭაპური გამოვიდა ტაფაზე. საცხობ ფირფიტაზე ღუმელში რა გამოვიდა იმას ვერ გაჩვენებთ, რადგან ისე სასიკვდილოდ მიიკრა. მე მგონი საერთოდ ის საცხობი ფირფიტა გადასაგდები იქნება. მინდოდა რომ გამომეცადა როგორი ღუმელია და როგორ გამოცხება თქო და არ გაამართლა. შეიძლება ამჯერზე არ გაამართლა და სხვა რამეზე გაამართლოს. ხო და წავედი ახლა მივხედა გოგოებს სათამაშოების კუთხეს მცირე რაოდენობა წამოვიღეთ დაჯიბებოდან ყველა სათამაშოები არ წამოგვეღია რა თქმა უნდა ყველაფერი დავაწყე ასე გადავანაწილე ხის სათამაშოები ერთა როზე ეს სამაგიდო თამაშები ერთად წიგნები ქვემოთ და რას გავს რამე რასად უყრიათ ვერ გაიგებთ ეს ნახეთ რა ტიპი ეს რა სიცოცხლეა მას რომ აგდებ კისკისებს, ნახე როგორ ტანსაცმელი აცვია. ძალიან საყვარელია. და წამწამები დააცალა დანიელა. თმები აქ რაღაცა საოცარი. რა უკნა, გაჩეჩა, მიჩეჩა, მოჩეჩა. რა უყო ეხა ამ ყველაფერს, ეს გახსოვთ? სურას მეგობარმა და მისმა მეუღლემ რომ ჩამოუტანეს ათენში საჩუქრად ის დანგის თოჯინა მოხატა დანიელა მაგრამ ის საყვარელი იერი მაინც აქვს შენარჩუნებული ვაიმე რა უყვამ ჩემ გიშვილებს არ ვიცი ხო და აქეთ მინდა გაჩვენოთ თან სარეცხისი სამაგრა ქვია საშრობი აი ეს არის ის კომოდი, რომლის სახელურებიც მინდოდა რომ გამომეცვალა, რადგან უმეტეს წილი არ ქონდა. ქონდა მხოლოდ აქ და ქვემოთ ერთი ქონდა და სადღაც კიდე ერთი, სამი ქონდა სულ უკვე დანარჩენი არ ქონდა რა ერთი სიტყვით და ეს ვერ მოხსენი სამწუხაროდ. დანარჩენი სულ ყველა არის ჩემი გაკეთებული. დავამაგრე თავიდან. ესე ჩავეკუწკუწე სახელურები მოკლედ. და გამოვიყენებ ამ ჩვენს კომოდს ესე დროებით. გადასარევად ვიყენებ დანიშნულებისამებრ და მერე დრო რომ მოვა გამოვცვლით, მაგრამ ჯერ მაგის დრო არ არის. ხო და ეს ერთი ცალი კი შერჩა ის ძველი რაც ქონდა. ვერაფრისდებით ვერ მოვაცლე, იმიტომ რომ შიგნიდან რაღაც ესე ეს აქ ეს აქ ხე აქ ეს უნდა მოხსნა, რომ ის მოხსნა. ერთი სიტყვით აღარ დავუწყე, დავტოვე ისე როგორც არის. ესეთი ამბებია მოკლედ. ეს ქაოსი მიატეკი ახლა მაიკო და დაალაგე. აქედან დაგემშვიდობებით ახლა მე შევუდგები დაალაგებას და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.